კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 14 საათზე. პარლამენტის თავმჯდომარე ბრიტანეთის საელჩოს მიმართავს. შალვა პაპუაშვილის გზავნილის შესახებ მოგიყვებით რამდენიმე წუთში. ისრაელმა ირანის საპასუხო დრონებით იერიში მოიგერია. ირანი შურისძიებით იმუქრება. ნიკა გვარამიას აკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. აკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი 30,000 ლარიანი გირაოს გადაუხდელობა გახდა. შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა ნიკა გვარამია მარიამ ქართველიშვილის საქმის დეტალებით. ნიკა გვარამიამ საპარლამენტო კომისიაზე გამოცხადებაზე უარი თქვა, ასევე უარი თქვა შეფარდებულ გირაოს გადახდაზე და საკუთარი ბრალდების საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა. რამდენიმე ვერსიის განხილვის შემდეგ კი საბოლოოდ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ყურადღების მიქცევა და პოლიტიკური სანახაობის მოწყობა რუსთავის ციხესთან გადაწყვიტა, იმ ციხესთან, რომლის პირობების და წესების შესახებ გვარამიამ კარგად იცის. პროფესიით იურისტმა ნიკა გვარამიამ იცის ისიც კანონდარღვევის შემდეგ სად მიდიან კანონდამრღვევები, რადგან ნიკა გვარამია ახლა რუსთავის ციხესთან შესახლებას ელოდება. რატომ უნდა გადამეხადო? მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი შინაგანი რწმენით და საქართველოს კანონმდებლობით იყოს სწორი. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, როგორც უკვე თქვენც აღნიშნეთ, გვარამია სისხლის სამართლის საქმის განხილვაზე საქალაქო სასამართლოში არ გამოცხადდა. საქმის პროკურორმა გვარამიასთვის შეფარდებული ნაკლებად მკაცრი აღკვეთი ღონისძიების უფრო მკაცრით პატიმრობით ჩანაცვლება ითხოვა. დაცვის მხარეს პოზიცია ამასთან დაკავშირებით არ დაუფიქსირებია. მოსამართლემ კი საბოლოოდ გირაო პატიმრობით შეცვალა. რაც შეეხება პოზიციას, როგორც უკვე გითხარით, დღეს სათქმელი გვარამიას ადვოკატებს სასამართლოში არაფერი ქონიათ. ამ საქმეში მთავარი პრობლემა არის სამართლებრივი შეფასება და არა ფაქტები და ბუნებრივია შემდეგ სხდომებზე უკვე ჩვენ პოზიციას დავაფიქსირებთ, ცხადია ნიკასთან შეთანხმებით. მან არ გადაიხადა აკვეთის ღონისძიების სახით განსაზღვრული გირაოს ოდენობა, ასევე ამას დაემატა ის გარემოება, რომ ბრალდებული არ წინა სხდომაზე, არ დღევანდელ სხდომაზე არ გამოცხადდა, რაც პირდაპირ მიუთითებდა მისი მხრიდან მომდინარე საფრთხეზე, რომ მომავალშიც არსებობდა მისი მხრიდან თუნდაც მიმალვის საფრთხე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არსებობდა უფრო მკაცრი აკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა, რაც გაიზიარეს სასამართლომ და ბრალდებულ ნიკა გვარამიას შეუფარდა პატიმრობა. სამართლებრივად რას ნიშნავს ეს საქმის პროკურორი? ეს არის პირდაპირ თავის არიდება და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მცდელობა. კანონდარღვევის ხარჯზე პოლიტიკური თამაშები არ გამოვა, ასე აფასებენ გვარამიას საქმეს მმართველ გუნდში, ნაციონალურ მოძრაობაში კი გვარამიას მსგავსად კანონს არ ცნობენ. რაიმე კანონის დაცვაზე საუბარი არის ცინიზმი, მათ დაარღვიეს და ფეხქვეშ გათელეს საქართველოს კონსტიტუცია. რაც არ უნდა პოლიტიკური არაღად პოლიტიკურ თამაშებში ჩაერთოს ბატონი გვარამია და მისი კოლეგები, ფაქტი ერთია, მათ დაარღვიეს კანონი და ძალიან სამწუხაროა, რომ ისიც და მისი კოლეგებიც ამ კანონის დარღვევას და შემდგომ პროკურატურის რეაგირებას აქცევენ ხოლმე პოლიტიკური თამაშების ერთ-ერთ იარაღად. პირველი შემთხვევა არ არის, რასაც ხედავთ ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან კანონის დარღვევას. ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად, თუმცა როდესაც ჩვენ არ ვღებ კანონს, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება ამ ყველაფრის ფარად. რა თქმა უნდა, ხელისუფლება იმოქმედებს კანონის ფარგლებში. ნიკა გვარამიამ შეფარდებული გირაო არ გადაიხადა, კანონდარღვევისთვის კი მას პატიმრობა შეეფარდა. რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა გადაწყვეტილება მოსამართლემ. გვარამია ახლა რუსთავის ციხეში ელოდება შესახლებას.
მადლობა მარიამ ქართველიშვილი საუბრობდა ქრონიკის პირდაპირ ეთერში. თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის ფაქტებზე იმსჯელა. სასამართლომ ალეკო ელისაშვილი და ეკა მიშვილაძე 4,000 ლარი დააჯარიმა. საქმე ეხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული მუხლის დარღვევას. შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივრით ფრაქცია ქართულმა ოცნებამ მიმართა. იმ პირების მიერ, რომელიც გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებას და მათმა გამონათქვამებმა შეიძინეს შეურაცხყოფელი ხასიათი, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს. დღევანდელი მონაცემებით აღნიშნული პირების რაოდენობა არის 18, ამასთან სამართალდარღვევის ფაქტები არის დაახლოებით 40-მდე. დასრულდა დაახლოებით 4 საქმე. ჩვენ შეიძლება ვქონდეს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება, განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთს შეურაცხყოფები ვაყენოთ, ფიზიკურად გაუსწორდეთ და ასე შემდეგ. კატეგორიულად მიუღებელი. უნდა შევძლოთ ერთმანეთის აზრის მოსმენა, მიუხედავად იმისა, რომ გქონდეს განსხვავებული მოსაზრებები და უნდა გქონდეს ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარულს ერთმანეთის მიმართ არავინ არ ითხოვს. რასაკვირველია, რომ არ მისცეს საშუალება პროცესებს განვითარდეს აგრესიული მიმართულებით, სახელმწიფოები ღებულობენ ზომებს. მათ შორის არის ზომები აი ამ აგრესიისგან დასაცავად. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი, რასაკვირველია, არც ერთი მიმართულებით ამას ადგილი არ უნდა ქონდეს. სულ ეხლახანს გაასამართლეს არაერთი ადამიანი, თუნდაც გერმანიაში. ევროპულ ქვეყნებში ჩამოთვლილია სტატისტიკა, ვიცით რა ხდება, ვიცით როგორი კანონებია შემოღებული. ჩვენ ცივილიზებული სამყაროდან ვიღებთ მაგალითებს, მათ შორის, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატებიდან ყოველთვის ავიღებთ მაგალითებს, რომ საქართველოში ზიზღის პოლიტიკა დასრულდეს. ეს ჩვეულებრივი ერთი და იგივე ხელწერაა. ჩვენ ხო ხედავთ, ამერიკაში დააკავეს პიროვნება, რომელიც ნიღბებს ურიგებდა აქციებზე ადამიანს და წაუყენეს ბრალი სამოქალაქო დაპირისპირების განხეთქილების შეტანაში. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე შერჩევით მიდგომაზე წერს. ნინო წილოსანი ლოს-ანჯელესში დაკავების ფაქტს ეხმიანება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთი პირი დააპატიმრეს, რომელიც დემონსტრანტებს ნიღბებს ურიგებდა. ლოს-ანჯელესში დააკავეს ადამიანი, რომელიც დემონსტრანტებს ნიღბებს ურიგებდა. იმ დემონსტრანტებს, რომლებიც არეულობის გამოწვევასა და აჯანყების მოწყობას ცდილობდნენ. ალბათ ყველას გახსოვთ ჩვენთან საქართველოში როგორ ღიად და ურცხვად დეკლარირებდნენ, ვინ ამარაგებდა აქციის მონაწილეებს აირწინაღებით, საბრძოლო მასალით და სხვა საშუალებებით. ფაქტია, იცოდნენ, რომ არ დაისჯებოდნენ და სარგებლობდნენ ერთგვარი გარედან დაცვის იმუნიტეტით. ეს კიდევ ერთი ფაქტი, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია და სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის სისტემები სხვა ქვეყანაში და როგორ ეწინააღმდეგებიან იმავეს ჩვენთან. პარლამენტის თავმჯდომარე ბრიტანეთის საელჩოს მიმართავს გაასაჯაროოს ინფორმაცია, ვის და რა თანხით აფინანსებდა დიპლომატიური წარმომადგენლობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ჩალვა პაპუაშვილის ინტერესის სფეროა, ასევე მიმდინარე დაფინანსებებიც. პირველმა კანონმდებელმა პოსტის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, შეფასებები ამ საკითხზე მმართველ გუნდში გაკეთდა. ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შემდეგ გამჟღავნდა, რომ საელჩო აპირებდა ადგილობრივი არჩევნების ჩაშლის გაცხადებული მიზნის მქონე პარტიული პროპაგანდის და ექსტრემისტი პოლიტიკოსების დაფინანსებას, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ეს არ იყო პროპაგანდისა და ექსტრემიზმის დაფინანსების პირველი მცდელობა. მიუმართავ ბრიტანეთის საელჩოს გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს. ასევე მიუმართავ ყველას, ვისაც შესაძლოა ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებებთან დაკავშირებით, მომაწოდოთ ეს ინფორმაცია. ჩვენ წარსული გამოცდილებიდან არაერთხელ ვნახეთ, რომ ერთი შეხედვით კეთილშობილური გაცხადებული მიზნების უკან აი ეს დაფინანსება, ცალკეული უცხოური დაფინანსება ხმარდებოდა ისეთ მიზანს, რომელიც არ იყო გათვალისწინებული რეალურად საგრანტო ხელშეკრულებებში. ის 4 ორგანიზაცია, რაც ჩვენ ვიხილეთ, ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ პირდაპირ გამიზნული მიზანი ჰქონდათ, რომ დაფინანსება გაცემულიყო ისეთ ორგანიზაციებზე, რომლებიც პირდაპირ მათი მიზანი იყო არჩევნების ჩაშლა. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩნდება კითხვები არა მარტო ამ დაფინანსებასთან, არამედ სხვა დაფინანსებებთან დაკავშირებით. საელჩო იქნება თუ ნებისმიერი დამფინანსებელი, უნდა აქვეყნებდეს ინფორმაციას შემოსული თანხის ოდენობის და დაფინანსებული პროგრამების და პროექტების თაობაზე. თითქოს ელემენტარულია, მაგრამ დაუკვირდით, რამხელა რესურსი გროვდება
ექსტრემიზმის განვითარების სცენარის დასაფინანსებლად. ეს ხომ ვიხილეთ ყველაფერი და დღის წესრიგიდან ნებისმიერი შეკითხვა, ნებისმიერი პრობლემა მოიხსნება გამჭვირვალეობის შემთხვევაში. ძირითადად თანხები, რომელიც შემოდიოდა უცხოეთიდან, ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით, რა თქმა უნდა, ხმარდებოდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას. კი, ეს იფუთებოდა იმით, რომ ვიღაცა ვითომ რაღაც კეთილ პროექტს აკეთებდა, ვიღაცებს ეხმარებოდა, მაგრამ 90% თანხების მიდიოდა რევოლუციურ სცენარში, მიდიოდა ზიზღის კამპანიაში, საზოგადოების გახლეჩვის მცდელობაში, პოლარიზაციის გაღრმავებაში, ეს არის მოცემულობა და რეალობა სამწუხაროდ. პოლონეთის საელჩოსთან აქცია გაიმართა. დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან შეკრებილებმა დონალდ ტუსკის განცხადება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს, რადგან მუქარით და შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია. ჩვენ აქ შევიკრიბეთ საელჩოსთან, რომ დაგვებარებინა და გაგვდაგვესა ჩვენი ქართველი ახალგაზრდების ჯანსაღი აზრი, რომ მიშა სააკაშვილის ძმაკაცმა, ჯიბის კაცმა, დონალდ ტუსკმა შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს, სახელმწიფოსაც, ქვეყანასაც თავისი შანტაჟის ენის ლაპარაკის გამო, მუქარის ენის ლაპარაკის გამო და დაუმსახურებელი ამ შანტაჟის ენის და მუქარის ენის ლაპარაკის გამო ქართულ ხალხს და მთლიან საზოგადოებას უნდა მოუხადოს უბრალოდ ბოდიში. ახალგაზრდები შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მან მოგვიხადოს ბოდიში. ჩვენ მეგობრობთ პოლონელ ხალხთან, თუმცა მათი მთავრობა ტრობს საქართველოს და არ გამოხატავს ხალხის ნებას. ჩვენ პოლონელი ხალხის მიმართ გვაქვს პატივისცემა, ჩვენ მათთან გვაქვს მეგობრული ურთიერთობა, ხოლო მათი პრემიერ-მინისტრის განცხადება არის ქართველი ხალხის უბრალოდ დაცინვა და ქართველი ხალხის მიმართ წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც უბრალოდ არ არის მეგობრული განწყობა და შესაბამისად ჩვენთვის ეს არის მიუღებელი. დონალდ ტუსკის განცხადება, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას ან შეჩერებას ლობირებს, პოლიტიკური შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა. მმართველი გუნდისთვის პოლონეთის პრემიერის რიტორიკა მიუღებელია. ქართული ოცნების წარმომადგენლები დასავლეთს მოუწოდებენ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი პოლიტიკური იარაღად არ გამოიყენონ. ტუსკის განცხადებას აფასებენ ოპოზიციაში. ტუსკის ინიციატივები არ გვაინტერესებს, ჩვენს გვაქვს ჩვენი ინიციატივები. დონალდ ტუსკს აქვს თავისი საქმე. რას გააკეთებს, რა ინიციატივა ექნება დონალდ ტუსკს, ეს ჩვენ არ გვეხება. რა დააშავა საქართველოს ხო ქართულმა ხალხმა, რომ ეს დამოკიდებულება იყოს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, არავის არ ვერჩით, ვართ თავდაცვის რეჟიმში, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და საკუთარი ხალხი და ამ განცხადებებიდან იკვეთება, რომ თურმე ეს ყოფილა დანაშაული, რომ ქვეყანა დაიცვა საკუთარი ინტერესები, არ გაჩაღდა მეორე ფრონტი და არ შეუერთდა სანქციებს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება არის სუფთა პოლიტიკური სპეკულაცია, ვინაიდან ვიზა ლიბერალიზაციას აქვს თავისი ტექნიკური მახასიათებლები და თითოეულ ამ ტექნიკურ ბლოკში საქართველოს არის პირნათად ასრულებს თავის მოვალეობას. ამიტომ მე ვთხოვ და მოუწოდებ ყველას, რომ თავი შეიკავოს პოლიტიკური სპეკულაციებისგან და ვიზა ლიბერალიზაციის თემას, რომელიც არის მთელი მოსახლეობის მონაპოვარი, ნუ გამოიყენებენ პოლიტიკურ იარაღად. სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტში ვიზიტით მყოფ ესტონეთის ელჩს კრიტიკული განცხადებით მიმართა. გიორგი მიქელაძემ ესტონეთი ორმაგ სტანდარტებსა და საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. შეფასებები გაკეთდა პოლიტიკურ სპექტრში. დიპლომატია წარმოგებულია მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი დაფუძნებულია სამართლიანობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, ყველაფერი დაფუძნებულია მშვიდობიანობის პრინციპებზე. ეს ყველაფერი აღსანიშნავია და მიხედავს საკუთარი სტანდარტები. სამწუხაროდ ამ ბოლო პერიოდში არაერთი ვიხილეთ აღნიშნული და აქედან გამომდინარე აღნიშნა რომ ყველა ეს აქტივობა, ყველა ეს სახელმწიფო, რომელიც ასეთი უსამართლო და მოთხოვნებით და ორმაგი სტანდარტებით სარგებლობს, აღნიშნული აზარალოს შედეგს, ასევე სახელმწიფოს სტატუსს და სახელმწიფოს იმიჯს ადგილობრივ მოსახლეობაში. ესტონეთის ელჩს რა ეგონა, ვერ გავიგე ხა, რომ ლანძღავს საქართველოს მისი ქვეყნის ხელისუფლება და თვითონაც რომ ამ პოზიციაზეა, რომ საქართველოს ომს უსურვებს. იქ რო ჩავიდოდა ახალციხეში ან ნებისმიერ რეგიონში რო ჩავა, რა გონია ხა? მადლობას გადაუხდია?
თუ მარტო თბილისი გონია საქართველოს და გონია რომ რეგიონებში ვერ ხედავს ქართული საზოგადოება, იგივე ესტონეთის ხელისუფლება როგორ იბრძვის იმისთვის, რომ საქართველოში ომი და უბედურება იყოს და LGBT პროპაგანდა დააკანონოს. აბსოლუტურად სწორი, სამართლიანი და ლოგიკური შენიშვნა იყო რეგიონის ფარის ერთ-ერთი წარმოადგენლის მხრიდან, რომელიც არ არის რა თქმა უნდა მხოლოდ მისი პოზიცია. ეს არის ასევე იმ რეგიონის პოზიცია და ზოგადად საქართველოს პოზიცია. ბალტიის ქვეყნები ძალიან ხშირად აკეთებენ სიცრუეზე ტყუილზე დაფუძნებულ განცხადებებს, იღებენ ამ ტიპის გადაწყვეტილებებს. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია, როდესაც შენ გესაუბრებიან არჩევნებზე, მაშინ, როდესაც არჩევნები ქვეყანაში პირობითად ვიძახ, ერთი მაგალითი მომყავს. ჩატარდა მართლა საუკეთესოდ, თუ გადავხედავთ გასულ წლებს, ჩატარდა ელექტრონულად. ამ არჩევნებს უწოდებენ ცუდს, პრობლემებს და ნახეთ თავიანთ ქვეყანაში რა მდგომარეობა აქვს, თუნდაც არჩევნების მიმართულებით. ავიღოთ რუმინეთიც, ესეც კარგი მაგალითია. არჩევნების შედეგი გააუქმეს. არაწყობდათ ის შედეგი, რაც დგებოდა და გააუქმეს. ჩვენ ხო ეგეთი ევროპა და ეგეთი დემოკრატია არ გვსურს. ჩვენ გვინდა ნამდვილი დემოკრატია და ნამდვილი ევროპა. კონკრეტულად თანამდებობის პირმა ძალიან ცდილობიანად ყოველგვარი ეთიკის დაცვით ორმაგ სტანდარტზე მიანიშნა ესტონეთის ელჩს და ესტონეთის ზოგადად ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ის პოლიტიკა, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენ თვალს ვადევნებთ საქართველოში, ბუნებრივია რომ იწვევს საზოგადოების რეაქციას და ამ შემთხვევაში მართლაც ძალიან ობიექტურად არის გასაგები ამ კონკრეტული თანამდებობის პირის რეაქცია ესტონეთის ელჩთან მიმართებით, როდესაც ძალიან მკაფიოდ ითქვა, გამოითქვა წუხილი იმ არასწორ და არაობიექტურ დამოკიდებულებაზე, რომელიც არის სამწუხაროდ ამ ქვეყნიდან საქართველოსთან მიმართებით. 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 მილიარდ დოლარამდე შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 13.3%-ით აღემატება. საქსტატის ინფორმაციით, წლის პირველ 5 თვეში გაზრდილია როგორც ექსპორტი, ასევე იმპორტი. მიმდინარე წლის პირველი 5 თვის მდგომარეობით საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 9 მილიარდ 790 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც 13.3%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. რაც შეეხება ექსპორტსა და იმპორტის მაჩვენებელს, ექსპორტი ნაჭარბებს 2 მილიარდ 595 მილიონ დოლარს, ხოლო იმპორტი 7 მილიარდ 190 მილიონ დოლარს. რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მიმართულებით გვაქვს ზრდა, ექსპორტი 14.6%-ით, ხოლო იმპორტი 12.8%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მაისის თვეში ექსპორტის დაახლოებით 16%-იანი ზრდა დაფიქსირდა და ექსპორტის მოცულობა 580 მილიონ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ იანვარ-მაისის მაჩვენებლებით ექსპორტი რეკორდულ ოდენობაზე ფიქსირდება, ასევე რეკორდულია საგარეო სავაჭრო ბრუნვა, რომელიც დაახლოებით 13.3% არის გაზრდილი იანვარ-მაისის მაჩვენებლებით და 9.7 მილიარდ დოლარს აჭარბებს. გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის მონაცემები, ექსპორტი არის ახალი ისტორიულ მაქსიმუმზე 580 მილიონი დოლარია, მაისისთვის ახალი ისტორიული მაქსიმუმია და კარგად აჩვენებს ეკონომიკური ზრდის პროცესებს საქართველოში. საქართველოში იზრდება ექსპორტი, იზრდება ეკონომიკა და ჩვენ ძლიერ შედეგებს ვუყურდებით წლის ბოლოსათვისაც. 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს დედაქალაქის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ კახა კალაძემ და ზურაბ აბაშიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მემორიალი ყვავილებით შეამკეს. სასულიერო პირებმა გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. 13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. თბილისში მდინარე ვერეს ადიდებას 21 ადამიანი შეეწირა, 2 უგზო-უკლოდ დაიკარგა, დაზარალდა ასობით ადამიანი. ვუსამძიმრებ ამ ადამიანების ოჯახებს, მათ ახლობებს, მართლაც ძალიან მძიმე იყო თუ გავიხსენებთ რა ხდებოდა 13 ივნისს 2015 წლის. პოზიტივი რაც იყო, ეს იყო ერთიანობა, ერთობა, სადაც ყველა დიდი და პატარა გაერთიანდა იმისთვის, რომ ხარში დადგმოდა ჩვენს დედაქალაქს და მთელ მსოფლიოს დავანახეთ თუ რა შეუძლია ერთობას. 10 წელი შესრულდა იმ ტრაგედიიდან, რომელიც დატრიალდა 2015 წლის 13 ივნისს ჩვენ დედაქალაქში, რომელსაც შეეწირა 21 ადამიანის სიცოცხლე. ჩვენ შევიკრიბეთ აქ, რომ პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას. ერთგულობის დემონსტრირება იყო ჩვენ დედაქალაქში, ზოგადად საქართველოში და ვიმედოვნებ, რომ მარტო ტრაგედიები არ უნდა გვაერთიანებდეს ჩვენ ერთს. წლების მანძილზე გარდა მადლობისას არაფერს არ ვლაპარაკობთ სხვას. მადლობა მინდა ყველას გადაგიხადოთ. მადლობა მინდა
ამ ტრაგედიის გაზიარება, ჩვენი მწუხარების გაზიარებისათვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იმერეთის რეგიონში იმყოფება. მინისტრმა ბაღდადში, სოფელ ვარციხეში საწარმო დაათვალიერა. დავით სონღულაშვილმა შეხვედრა გაამართა ფერმერებთან და მეწარმეებთან. აღინიშნა, რომ სახელმწიფოს აქტიური ხელშეწყობით, რაც გულისხმობს ფინანსებზე, ცოდნაზე, ტექნოლოგიებზე, ბაზრებზე, წვდომაში მხარდაჭერას, დღეს მოცვის ბაღები საქართველოში 2700 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ყოველწლიურად მოცვის ბაღები იზრდება და ციფრებს შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა წელთან შედარებით 30% გაზრდილი არის წლევანდელ წელს. მოცვის მოსავალი ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქცია არის, ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ თხილი და სხვა კულტურებთან ერთად მოცვის ბაღებიც იყოს მხარდაჭერილი, ადგილზე გავეცანით ფერმერებთან ერთად. თუ რა საჭიროებები არსებობს, რა სჭირდებათ მხარდაჭერა სამინისტროს მხრიდან, ჩვენი სხვადასხვა პროგრამებით იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს დარგი, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს სექტორი. დავათვალიერეთ მოცვის პლანტაციები, ასევე გავეცანით პროდუქციის ექსპორტზე გატანის მეთოდს. ასეთი სახის სახელმწიფო პროგრამები ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას, ადგილობრივ ფერმერებს ეხმარება, რაც საერთო ჯამში დადებითად აისახება იმერეთში ეკონომიკის ზრდაზე. ძალიან დიდი დახმარება მივიღეთ სოფლის განვითარების სააგენტოსგან ამ საწარმოს გადაიარაღებაში. სრული დაფინანსება, რომელიც მივიღეთ სოფლის განვითარების სააგენტოდან 600,000 ლარს აღემატება. მნიშვნელოვანია, რომ ამის გარეშე ვერ შევძლებდით ჩვენ პროდუქციის სათანადოდ მომზადებას ექსპორტისთვის. საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი გაიხსნა. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები 2 დღის განმავლობაში მთიანი დასახლებების მდგრადი განვითარებისთვის ურბანული დაგეგმარების მიმართულებით არსებულ გამოცდილებას გააზიარებენ. ღონისძიების მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ფორუმი მთიანი დასახლებების პრობლემების გადაჭრის გზებზე ორიენტირებული დიალოგის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. დაგეგმარების თემატიკა იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოში, რამდენადაც დიდი ნაწილი საქართველოში მაღალმთიან რეგიონებს ეკუთვნის და მაღალმთიან დასახლებებს. ქონდა არაერთი ბუნებრივი კატასტროფა, რომელიც ძალიან ცუდად აისახა დასახლებულ პუნქტებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობას. ჩვენი მთავარი მიზანია ავიცილოთ საფრთხეები დასახლებებისათვის და ისინი გავხადოთ უფრო მდგრადი განვითარებისათვის. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა წელს ამ ფორუმს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტებისთვის, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, როცა 270 მაღალმთიანი დასახლებული პუნქტი აღნიშნული ფორუმის დიდი გამოწვევა არის. იქიდან გამომდინარე, თუ არა სწორი ურბანული დაგეგმარება და განვითარება არ ვიცით როგორ წავიდეთ, როგორ დავინახოთ ჩვენი თავი მომავალში. ასეთი იყო ამ დროისთვის განვითარებული მოვლენები. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ქეთი ქაშეკაშვილთან ერთად დაბრუნდება ნახვამდის.